მოდი ესე დავიწყოთ, რა სიგნალებს იღებს დღეს ბიზნეს გარემო საქართველოში? ხო, ზოგადად რამდენადაც საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქ ხაზი გაუსვათ იმ გარემოს, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას. დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ თავიდან ბოლომდე სასამართლო სისტემა გადაქცეული არის და არის პოლიტიზირებული, რომელიც იმართება ერთი კონკრეტული ჯგუფის და პოლიტიკური პარტიის მიერ და რა თქმა უნდა ის გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენ უყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, არის თავიდან ბოლომდე მიმართული მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ადამიანების დასაშინებლად. ხა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ორი საკმაოდ წარმატებული ადამიანი ბიზნესში, ვიტყოდი რომ ალბათ ალხეზე ჩამოსათვლელი არის ისეთი ადამიანები, როგორიც არის ბადრი და მამუკა, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ იგივე ჩვენი პოლიტიკური ხედვები, თქვათ იგივე ჩემი და მათი დღევანდელ დღეს ერთმანეთს ნამდვილად არ ემთხვევა, იყვნენ ძალიან წარმატებული ბიზნესში და ზოგადად ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინც დაიწყო და დღეს მსხვილ ბიზნეს ფლობს, არის მათი დამსახურებით, იმიტომ რომ ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი შექმნეს საქართველოში და აუცილებლად ხაზი მინდა გავუსვათ, რომ იძულებით მოუწიათ პოლიტიკაში გადასვლა, იმიტომ რომ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული უკმაყოფილება მოყვა და ის წარმატებული პროექტი, რომელიც დღეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პარტუან პორტზე არის. საუბარი, დღეს უბრალოდ მოძრაობაც კი არ არის დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია საუბრობენ, რომ თითქოს რაღაც ინვესტიცია ჩაიდო, რაღაც ხელი მოეწერა ისა ესა. ასე რომ სასამართლო სისტემა ვფიქრობ, რომ არის ყველაზე უფრო მეტად განგაში სიგნალი ნებისმიერ ბიზნესისთვის და აქვე მოდი ვთქვათ, რომ რომელი ისეთი სერიოზული პროექტი გვახსენდება ბოლო პერიოდში, თუ ვთქვათ რაღაც არ ჩავთვლით იგივე მშრალ პორტს, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გაიხსნა, თუმცა ეს პროექტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაწყებული და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდა და ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. მათ შორის ბოლო თვეების განმავლობაში რაც მოხდა და ზოგადად რაც ხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ იმასაც ვაკვირდებით, რომ ისეთ საკმაოდ აქტიური რეინვესტიციებიც კი არ ხორციელდება და ზოგადად რაც ხდება, ალბათ ბიზნესი თვითდინებით მიდის, რაც არ უნდა იყოს ზოგადად ბიზნესი ზოგადად ეს პროცესები ვერ გაჩერდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად ხაზი მინდა გაუსვა, რომ თქვათ ის ზოგადად ეკონომიკური სარგებელი, რაც ჩვენ ქვეყანას მოუტანა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და დამანგრეველმა ომმა ზოგადად რაც ვისარგებლეთ და მე არ გამეკუთვნებ იმ კატეგორიას თქვა რომ არ უნდა გვესარგებლა კი ეხლა რა თქმა უნდა სადაც საშუალება არის უნდა ისარგებლო მაგრამ არა სანქციების გვერდის ავლით რა თქმა უნდა ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი არის აქვე სწორად პოზიციონირება როგორც ჩვენი მეზობლები პოზიციონირებენ ხო იმიტომ რომ საქართველოში თუ არ შემოვიდა ისეთი ინვესტიციები, ისეთი სტაბილური ქვეყნებიდან, როგორიც არის ჩვენი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, რა თქმა უნდა, აქ სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ მას მერე, როდესაც ეს ომი დასრულდება თავისთავად. ძალიან საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ჩემი სტუმარი ჩემთან საუბარში ამბობს ამ სანქციების გვერდისავლას ახსენებს ხოლმე. მაშინ, როდესაც ოფიციალურად ვთქვათ, არავის უთქვამს საქართველოს შემთხვევაში, რომ საქართველოს სანქციებს გვერდს უვლის. პირიქით, ვთქვათ, იგივე საფინანსო სექტორში გვესმის, რომ განუხრელად ასრულებს სანქციებს და შეერთებულია ამ საერთაშორისო სანქციებს და მეორე სრულ ვაჭრობის მხარესაც, ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ იყო რაღაც ტიპის ჟურნალისტური გამოძიებებიც, ვთქვათ, აქ იყვნენ მისიებიც ჩამოსულები, ხო, მათ შორის ამერიკული მისიაც, ვთქვათ, პირდაპირ ესე არ თქმულა. მე შევხვდი პირადად, სხვათა შორის ჰქონდა ბიზნეს რამოდენიმე ტარგობრივ ბიზნეს ასოციაცია შეხვედრა. მაშინ ბიზნესში ბატონ დევიდ ოსოლევანთან კი მაშინ ასოციაციის ხელმძღვანელი გახდით.
და სხვათა შორის კი მან ზუსტად დაისვა საკითხები, იცით, აუხსენი რომ მე წარმოვადგენ თქვათ food and beverage ძირითადად ჩვენი მიმართულება და ვისიც აუხსენი რომ ძირითადად ჩვენ ქვეყანაში თქვათ სასურსათო მარაგი ისეთი მნიშვნელოვანი როგორიც არის პურპროდუქტებისთვის თქვათ ხორბალი, ფქვილი, ბურღულეული ზესუმზირის ზეთი შემოდის რუსეთიდან. ნუ პირდაპირ ამეხსნა რომ ანუ ჩვენ არანაირად თქვათ არ გიშლით ამ მიმართულებით იმიტომ რომ ეს არ არის სანქცირებული. რა თქმა უნდა არ არის სანქცირებული, ნუ მათ შორის არაერთი თქვათ არის ბრენდები, თქვათ ამერიკული ბრენდი როგორც არის თქვათ Coca-Cola, McDonald's შეიძლება გავიდა რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ არის რიგი ბრენდები, ახლა ჩამოთვლა რო არ დავიწყო, საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, აგრძელებენ წარმოებას და მათივე თხოვნით რუსეთის ბაზრიდან მარაგდებით, იმიტომ რომ იაფია. გაცილებით უფრო იაფია, თქვა, ვიდრე ევროპაში ნაწარმოები და ევროპიდან აქ შემოტანა. ნუ შესაბამისად ეს თემა ძალიან სწრაფად დაიხურა. აქ უბრალოდ საუბარი იყო, აგვიხსნა, რომ არის რაღაცა გარკვეული ჩამონათვალი, შემდეგ რომელიც ყოველას დაგვეგზავნა, აქ მიკროჩიპები არის, იქ რაღაც ავტომობილებს და ასე შემდეგ საუბარი, რომელზეც რა თქმა უნდა წითელი შუქი არის ანთებული. ხა მე ალბათ ხმამაღლა გამიჭირდება რაღაცაზე კონკრეტულად საუბარი, რაც ხა მე დაუდასტურებელი ინფორმაცია მაქვს და ვერ ვიტყვი, მაგრამ ხა როდესაც ზოგადად ჩვენი ქვეყნიდან რაღაც გაზრდილი არის რეექსპორტი, რომელიც იყო უმნიშვნელო და რომელმაც რაღაცა საკმაოდ დიდი წილი შეადგინა, რომელმაც გამოიწვია, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდაც და ასე შემდეგ. ანუ კი, ეს შეიძლება არ ხდება პირდაპირ, მაგრამ რაღაცა შეიძლება გზის ავლით ეს ყველაფერი ხდებოდა, რაც რა თქმა უნდა დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე, მაგრამ ჩვენ როდესაც ახლა ბოლო წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა. კი, გვაქვს, რა თქმა უნდა, ციფრებში, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად გრძნობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ ჯიბეზე მოსახლეობის უმრავლესობაზე ეს არ აისახება და ხა ნუ თუ არის რაღაცა გარკვეული ჯგუფი, ვინც აქიდან სარგებელს ნახულობს, თქვა შეიძლება იყოს, არ ვიცი, ეს 1000 ადამიანი ან 2000 ადამიანი, ვის ჯიბესეც ეს რაღაცა რადიკალურად დადებითად აისახება, ანუ კარგი გაგებით, ანუ საკმაოდ დიდ შემოსავალს ღებულობენ, მაგრამ ნუ მასაზე ეს თავისთავად არ აისახება. ამიტომ ჩვენ როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ინფლაციის მაჩვენებელს. ხა ინფლაციის მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში ასე თუ ისე რაღაც მიზნობრივთან ახლოს ტრიალებს, თქვა 2-დან 4%-მდე, რა ძალიან კარგია, მაგრამ აქ ქვეჯგუფებად რომ დავყოთ ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის სასურსათო კალათა. სასურსათო კალათა ალბათ გაცილებით უფრო მარტივი იქნება თქვენთვის, ნახოთ რა იყო 2 წლის წინ და რა არის დღეს. ამიტომ იგივე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ვნახოთ რა დარგებში არის ეკონომიკა გაზრდილი და სად გვაქვს ჩავარდნა. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ მოსახლეობა, რას გძნობს და როგორ გძნობს ამას და რამდენად გძნობს თავის ჯიბეს. ეს არის პრიორიტეტული. ასე რომ კი. ბიზნესის ლოგიკაც კარგად გესმით. აი ამდენი წლის მერე, როდესაც ირაკლი კობახიძე ბიზნესს ეუბნება, რომ თურმე კორუფცია მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. რა სიგნალია ეს ბიზნესისთვის? ხა, როდესაც საუბრობთ ქართული ოცნების მმართველობის მე-13 წელს, რომ თურმე ქვეყანაში არის კორუფცია, რასთან დაკავშირებით და ძალიან აქტიურად მიდის განსაკუთრებით, არ ვიცი, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში საუბარი თუ რა ხდება, ეს არის უბრალოდ დამცირება ჩვენი ქვეყნისთვის. ხა არა ვთქვათ, რომ კონკრეტულად ბიზნეს სექტორისთვის. ხა კორუფცია ზოგადად რაღაც არსებობს გარკვეულ ბიზნესთან ერთად, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი თუ კორუფციაში ჩართული არის, ის მარტო ესე ვერ იქნება, ესე იგი რაღაც კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფთან არის და ეს არის ძალიან ცუდი. ანუ ესე იგი კობახიძის განცხადება ესეთი ხმამაღალი ნიშნავს და რა თქმა უნდა სიგნალი არის, მე ესე ვიტყოდი, კონკრეტულად იმ ბიზნესისთვის, რომელიც შეზრდილი იყო ხელისუფლებასთან და ვინც კორუფციაში ჩართული იყო სახელმწიფო მოხელეებთან ერთად. ეს ახლა დღეს რაც არის დაწყებული, მე ალბათ უფრო ვიტყოდი, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს რაღაცა საჩვენებელია და დასაშინებელი არის, თორე ეს ყველაფერი უფრო ადრე დაწყებულიყო ჩვენი ქვეყნის განვითარება, გაცილებით უფრო სხვა საფეხურზე იქნებოდა. თურმე ესე იგი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციური პარტიები ხმამაღლა საუბრობდნენ და რასაც არაერთი ტელევიზია აშუქებდა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები იყო, რაღაცა ნაჩუქარი, ბულები, მამის გადახდილი, ბების დანატოვარი
საუბარი და ასე შემდეგ. დღეს დღევანდელი ქართული ოცნების თავმჯდომარე კობახიძე თულმე ამას ხმამაღლა უხსნის ბიზნესს, რომ ძალიან ცუდია და შემაფერხებელია. კი, მე უდასტურებ მას, რომ კი ძალიან ცუდია, შემაფერხებელი არის, მაგრამ უნდა მოხდეს თავიდან ბოლომდე ამის ლუსტრირება და უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის დასჯა, ვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფული აქვს წაღებული და რა თქმა უნდა ეს თანხები აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს, მაგრამ ერთპარტიული მმართველობის დროს ეს ნამდვილად უბრალოდ ვერ მოხდება ხა. სრულად მესმის რომ ძალიან ძნელია გამოიცნო ქართული ოცნება რას ფიქრობს და რას აანალიზებს. მაგრამ მაინც აი ანალიზის დონეზე რომ შევხედოთ, რადგან ახლა თქვენ თქვით რომ ეს გზავნილები და სიგნალები ძირითადად სწორედ ამ ეგრეთ წოდებული enabler ბიზნესისკენ არის, ვინც ჯერ კიდევ დასაყრდნენი არის მთავარი ქართული ოცნების, ხომ? შესაძლებელია არის თუ არა რომ ქართული ოცნება მათ სანქცირებასაც ელოდება და ამას გეკითხებით, იმიტომ თუ რა ქცევას ვაკვირდებოდით ჩვენ ქართული ოცნებისგან იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც დასანქცირდნენ ან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ან ევროკავშირის მხრიდან. ეს ადამიანები მოიშორა ქართულმა ოცნებამ, ხო? ანუ უდიდესი უმრავლესობა დღეს აღარ არის მაღალჩინოსანი და ესე ვთქვათ ასუფთავებს ამ ადამიანებისგან ველს. ახლა ეს გაფრთხილებები ბიზნესისთვის რას ემსახურება? ხო, სამწუხაროდ არაერთი ბიზნესის წარმომადგენლის გვარმა გაიჟღერა, მათ შორის რომ სანქციები შეეხებოდა საკმაოდ ცხვილი ბიზნესის წარმომადგენლის, რაც არა, რა თქმა უნდა, ცალსახად პირდაპირ ვიტყვი, რომ მე ბიზნესმენს, ბიზნესს აკეთებს, რა თქმა უნდა, რასაც ბიზნესი ქვია, რომ მათ სანქციები დაუწესდეთ. ამის მომხრე ნამდვილად არა ვარ. მიუხედავად შეიძლება რაღაცა გადაცდომები იყო, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევაში მე ჩემას დავაფიქსირებ, რომ ნამდვილად ეს კარგი არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ზოგადად რაც ხდება, რომ ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი განსაკუთრებით ახლა ძალოვან უწყებებზე მაქვს საუბარი და როდესაც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მაგნიცკის სიაში მოხდა, ალბათ ამაზე სამარცხვინო ქვეყნის რეპუტაციისთვის ნამდვილად არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან უცნაური პოლიტიკა, პირდაპირ გეტყვით, მე უბრალოდ ვერ ხსნი და ჩემთვის ამოუცნობი არის, რა ხდება და ფაქტი არის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც კი ერთგულება შეფიცა ქართულ ოცნებას დღეს აბსოლუტურად ყველა გაუშვეს ამ პოლიტიკური თანამდებობიდან, რასაც ისინი იკავებდნენ და წმენდა კიდე ჩვენ ხედავთ რომ გრძელდება. ასე რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზიანი და ამ რეპუტაციული ზიანის აღდგენა საკმაოდ დიდი პერიოდი დაჭირდება, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა კუთხით საკმაოდ სერიოზულად გვაკვირდებიან, როგორც ევროპიდან, აგრეთვე ამერიკიდან და ალბათ კიდევ უფრო იმაზე მეტი ალბათ დღეს რაც კეთდება იგივე სანქციებთან დაკავშირებით და იმ სისწრაფით, რაც გააკეთეს ჩვენმა პარტნიორებმა, ვფიქრობ, რომ ალბათ შეუძლებელი აქვს. ერთადერთ მე ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც ახლა ვხედავ მე და გამოსავალი რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონსოლიდირება ყველა იმ ძალის, აქ არ აქვს პოლიტიკური პარტია იქნება, საზოგადოებრივი აქტივისტები იქნებიან, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან, თუ რა იქნება. რაიმე წითელი ხაზები ბიზნესთან მიმართებით გაქვთ როგორც ვთქვათ პოლიტიკოს, არა როგორც ყოფილი ბიზნესმენები არ არსებობენ ალბათ. წინა წელს, როდესაც აქ იყო პროევროპული აქციები აპრილში, როდესაც გაიმართა და 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა და მაშინაც აქტიურად შეუერთდა არაერთი ბიზნეს ჯგუფი, თქვათ, მოთხოვნას, რომ არ უნდა ყოფილიყო მიღებული რუსული კანონი, იმიტომ რომ ჩვენ ევროპულ მომავალს კარგავდით. სხვათა შორის მაშინ ჯერ კიდევ აქტიურად ვიყავი ბიზნესში ჩართული და ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი გახდი და ჩვენც აქტიურად საუბრობდით და არაერთ ბიზნეს ასოციაციასთან მქონდა მაშინ შეხება და ერთობლივი განცხადებები გამოვედით, რომ ეს დაგვაშორებდა. კი, ჩვენ დავახევინეთ უკან მაშინ ხელისუფლებას, მაშინდელს
და ნამდვილად გვეგონა რომ დარწმუნებული ვიყავი რომ რა თქმა უნდა ეს გარდატეხა აუცილებლად მოხდებოდა, იმიტომ რომ იმდენად მაღალი იყო მუხტი ხალხში და იმდენად დაინახეს და იმდენად აშკარად მოხდა ილუსტრირება ქართული ოცნების, რომ უბრალოდ ის შედეგი, რომელიც დაიდო წარმოუდგენელია. რომ არა ამიტაცებული არჩევნები, რომ არა ესეთი მასშტაბური გაყალბება, წარმოუდგენელია, მით უმეტეს ბოლო არჩევნების შემდეგ, თქვა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რაც აიღეს დაახლოებით ამდენადაც მახსოვს 48%-მდე ქონდათ იმის მერე რომ ზრდა ქონოდათ, ეს უბრალოდ არის სრული აბსურდი, წარმოუდგენელია, ასე რომ ეს პირდაპირ პროპორციულად არაპოლიტიკურ პარტიებს უბრალოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს წაართვეს ხმა და წაართვეს ის მომავალი, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნის, რომლითაც ჩვენი წინაპრები ერთი საუკუნის წინ იბრძოდნენ. ასე რომ რაღაცა ეხლა კონკრეტულად ჩვენ რო ვისაუბროთ რაღაც წითელ ხაზებზე, კი ეს წითელი ხაზი ბიზნესმა გადალახა და ჩვენ ვნახეთ რომ იგივე საიტი, რომელიც შეიქმნა Free Business-ში, სადაც არაერთი ბიზნეს ოპერატორი დაფიქსირდა თვითონ თავის აზრი დააფიქსირა, რომ რა უნდა ევროპული მომავალი და რა შედეგი მოიტანა Free Business-ში. დღეს ვთქვათ Free Business-ში მოთხოვნებისგან არც ერთი არ არის. თქვენ რა შედეგს ელოდებოდით, რომ რა შეიძლება მოეტანა? აი თქვენი წარმოდგენა რა არის? მაინტერესებს აი ძალიან და ამის შემდეგ მე გაგცემთ პასუხს. არა, მე უბრალოდ მაინტერესებს ის თვითონ Free Business-ში რას ფიქრობდა, რომ იქნება მისი შედეგი. Free Business-ში პირველ რიგში ფიქრობდა, რომ საზოგადოებისთვის დაენახებინა. კი, თუმცა იმ მოთხოვნებიდან ბიზნეს ჩუმად არ არის და ბიზნეს თავის პოზიციაა. კი, მაგრამ იმ მოთხოვნებიდან ჯერ არც ერთი არ არის შესრულებული, მაგრამ Free Business-ში აქტიური პლატფორმაც აღარ არის, ხო? არა, ნახეთ, მესმის ყველაფერი ძალიან კარგად, მე გამიჭირდება Free Business-ის პლატფორმასთან დაკავშირებით. ხო, ამას არც გეკითხები. საუბარი. მე გეკითხებით იმას, თვითონ ბიზნესი სად არის დღეს? ეს არის ეს ამ პლატფორმამ მიცა საშუალება, რომ ბიზნეს ხმა ამოეღო და თავის პოზიცია დაიფიქსირებინა. ხა, ამას რამდენად გაითვალისწინებდა თვითონ სახელმწიფო და ქართული ოცნება და რამდენად ქმედით ნაბიჯებს გადადგავდნენ, ეს რა თქმა უნდა არის მეორე მხარე. თუმცა, როდესაც დაახლოებით ალბათ 3000-მდე რეგისტრირებულმა და არსებულმა ბიზნესმა, ნუ განსაკუთრებით უფრო მცირე და საშუალო ბიზნესზე მაქვს საუბარი, ხო? ანუ იქ ალბათ 90%, ვინც დარეგისტრირდა, იყო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, იყვნენ ის ადამიანები, ვინც აპროტესტებდნენ იმ ყოფას, რა ყოფაში ჩვენ ვართ, აპროტესტებდნენ იმ ჩატარებულ არჩევნებს, როგორც ჩატარდა და რა თქმა უნდა აპროტესტებდნენ იმას, რაც მოხდა იგივე ნოემბრის-დეკემბრის პერიოდში, როდესაც არ ვიცი, ხა, როდესაც კონკრეტულ 7 ნოემბერს უხსენებენ ნაციონალურ მოძრაობას, ეს იყო ორთვიანი 7 ნოემბერი, ახლა არ დაგვავიწყდეს და აუცილებლად პერიოდი რო გავა და ამ პერიოდის შესწავლა მოხდება, საერთოდ ნოემბერი 7 ნაციონალის პერიოდიდან ამოიშლება, არავის აღარ ემახსოვრება იმდენად ძიმე რეალობის წინაშე დადგენ ჩვენი ახალგაზრდები და დღემდე ყავს 60-მდე პოლიტპატიმარი და ხა როდესაც ჩვენ არ ვიცი ხა აჩვენეს რომ რაღაც ხელსახოცის როლის გამო ხო რაღაც ქაღალდის ხელსახოცის როლის გამო უბრალოდ და არ ვიცი რაღაცა ჯოხის მოქნების გამო შენ უშვებ 5 წლით პატიმრობაში და ნუ ნამდვილად ხა ჟურნალისტ და მასწავლებელს გამწარებულს როდესაც ეჯაჯგურებიან და მართლა ხელის მოქნების გამო რომელსაც მართლა ზიანი არ მიუყენებია რაც ექსპერტიზამ დაადასტურა რაც დაამნიშნულოვანი ფაქტია ხო ესეთ მდგომარეობაში ვამყოფებთ აქ აბსოლუტურად არაფერზე აღარ არის საუბარი. ხა რა შეუძლია ბიზნეს? ხა ჩვენ თუ ბიზნეს გვინდა მოვთხოვოთ რომ გამოვიდნენ ჯარისკაცები თანამშრომლებთან ერთად და ბრძოლა დაიწყონ ფიზიკურად ამას ბიზნესი იცი რა ამას ბიზნესი პირდაპირ გეტყვით ახლა მე 30 წელი ბიზნესში ვარ და ზუსტად ვით უბრალოდ ვერ გააკეთებს. ნახეთ ეს ბიზნესიც განუყოფელი ნაწილი არის ამ სახელმწიფოსი და ეს ბიზნესის თუ ჩამოიშალა აქ ანუ შეუქცევად პროცესებთან იქნება უბრალოდ საქმე, მაგრამ ბიზნესი უკვე თავის პოზიციას რო აფიქსირებს, ეს არის ძალიან კარგი და ეს თვითონ იგივე მართველი გუნდისთვის ეს არის განგაში სიგნალი, ძალიან კარგად იციან და ამიტომ არიან ესეც სწრაფად გადასული რეპრესიებზე, მაგრამ აქ არავის არ ეგონოს, რომ ვინმე შერჩება, ანუ ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ნაციონალური მოძრაობის დროს რაც იყო და რა მაციის მთავრობა მაშინ შეცვალა 2012-ში ეს იყო ბიზნესზე ზეწოლა. ძალიან კარგად მინდა რომ გაისიგრძე განოს და გაიხსენოს დღევანდელმა
მართლმა გუნდმა, ასე რომ დღეს გაცილებით ხმამაღლა საუბრობენ ამას და ვერ ჩაახშობენ საქართველოში. ვერც ერთი ქართველის ხმას დამერწმუნეთ, ხა რაც არ უნდა წნეხის ქვეშ ამყოფონ და ასე შემდეგ. ხა მე არ მიყვარ ზოგადად ტყუილის თქმა და იმასაც ვიტყვი, რომ თქვა მცირე და საშუალო ბიზნესს იმდენად რაღაცა თავისი პრობლემები აქვს, იგივე ტურიზმიდან გამომდინარე და სხვადასხვა მიმართულებიდან გამომდინარე, რომ ხა რაღაც იქ ვიღაცა მივიდეს და მცირე და საშუალო ბიზნეს ჯიჯგნა დაუწყოს. ხა რა თქმა უნდა, ამ დონეზე ნამდვილად ჯერჯერობით არ არიან, მაგრამ ხა ესე იყო ალბათ წინა პერიოდიც, ხო, როდესაც რაღაცა მსხვილ ბიზნესთან გავიდა და მე რაღაც უკვე ქვედა ფლანგზე ჩავიდენ, აქაც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ის მეთოდები, ვთქვათ, რომელსაც უწუნებდნენ ნაციონალურ მოძრაობას, დღეს არის გაათმაგებული და გაასმაგებული და თავისთავად რეალურად როცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს ბიზნესი აბსოლუტურად არ ვიცი, მაგრამ უფრო თავისუფალიაო, ეს ჯერ კიდევ სწორი შენარჩუნებული რეალობაა. უფრო თავისუფალი რასთან შედარებით ვიძახით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხლა რასაც ადარებს ყოველთვის ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობა. მცირე და საშუალო ბიზნესზე გვაქვს საუბარი კი, მცირე და საშუალო ბიზნესი იმდენად აწუხებს რაღაცა თავის მიმდინარე პრობლემები, რომ იმას უბრალოდ აზრიც არ აქვს, რომ შეეხოს, ანუ აბსოლუტურად უაზრო იქნება და ნამდვილად კი გიდასტურებთ იმას, რომ ნამდვილად მაგდონალდს ჩასულები არ არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათთვის დღეს პრიორიტეტული არიან ის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ვის მიმართაც რა თქმა უნდა შიში აქვს, რომ ვისაც ალბათ კოლოსალური თანხები აქვთ ნაშოვნი სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, ვისი შიშიც აქვთ ხო დღევანდელ მართლ პარტიაში, ანუ თავიანთი თანაგუნდელების შიში აქვთ, რასაც უყურებთ, იმიტომ რომ ზოგადად დღეს პარტიის ქართული ოცნების შიგნით რაც ხდება, ну ეს არის წარმოუდგენელი, ხო? აი თქვათ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის ბოლო შეხვედრა ივა. რაც მოისმინეთ, ესე ვთქვათ, რაც ყველა მოისმინეთ ალბათ ბიზნესის წარმომადგენლებისგან შეფასებები და ზუსტად არ ვიცით, თქვათ შიგნით რაზე იყო მსჯელობა ცხადია, თუმცა რაღაცებზე ბიზნესმაც ისაუბრა, ხო? აი დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ იქ ბიზნესმა ხმა ამოიღო ირაკლი კობახიძესთან? იცი რა, წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც დეკემბერში როცა ქონდა შეხვედრა, დეკემბერში იმდენად დაძაბული სიტუაცია იყო, განსაკუთრებით პოლიტიკურად და ვთქვათ იმდენად უჭირდა მაშინ ქართულ ოცნებას, რომ ანუ პირდაპირ კითხვებზე გადავიდნენ, ну ვთქვათ რა სურდა ბიზნეს და მე ვიცი რომ მაშინ დააფიქსირეს ხმამაღლა რომ იგივე ის ადამიანების ქუჩაში ცემა და ანუ ეს პოლიტპატიმრები ძალიან ცუდი იქნებოდა, ან ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ეს ქონდათ მაშინ არ იყო საუბარი ვთქვათ იმაზე რომ ახალი არჩევნები ჩაეტარებინათ, ну ბიზნესი ამით არასდროს ვთქვათ ესე არ გამოირჩევა, მაგრამ უხარ ეხლა რომ საერთოდ ყურადღება არ მიექცა იმ თემას და ზოგადად არც დააყენეს ამასთან დაკავშირებით რაღაცა თუნდაც რაღაც კითხვაც არ იქნა დასმული, იმიტომ რომ ფაქტიურად მაშინ რაღაც გარკვეულწილად რო გადაიხედებოდა ეს საკითხი, ვიცი რომ დაპირება მიიღეს, თუმცა მას მერე ჩვენ კიდე არაერთ პოლიტპატიმრს ხედავთ და დრაკონულ კანონებს ხედავთ, რომელიც უბრალოდ ჩვენ ქვეყანას ჩამოაქცევს. ამიტომ ზუსტად თქვათ როგორც აწყობდა ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარეს სწორედ ისე წაიყვანა და ნუ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ რა თქმა უნდა ეს არის სიგნალი გამომეორდები იმ ბიზნესისთვის რომელიც არის შესხორცებული და შეზრდილი ქართული ოცნების ყოფილ უკვე ჩინოვნიკებთან ვინც ერთად საკმაოდ დიდი ფული იშოვეს აი ამ ტერმინებს ვიხარ მარტივი გასაგები იქნება და ხმამაღლა აუხსნა რა თქმა უნდა ყველა იმ ბიზნესის წარმომადგენელს რომელიც აბსოლუტურად ამაში გარეული არ არის, რომ თქვათ ეს მათთვის პრობლემა არ იქნება და ამით თქვათ კორუფციასთან დაიწყებენ ბრძოლას და ნუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გამეორდები რომ კი კორუფციაში სახელმწიფო მოხელე ჩინოვნიკი ვერ ჩაებმევა თუ მას გვერდით არ ყავს ბიზნეს წარმომადგენელი ხო ანუ მარტივია რა ტენდერში ვინ იღებს მონაწილეობას ბიზნესი იღებს თუ არ გაურიგდა თქვათ ისე იქ ვერ მოხერხდება თქვათ ფულის გათეთრება თუ რაც არის არ ვიცი. მადლობა რომ კანონები ახსენეთ ივა. ბაჩიაშვილით ინსპირირებული კანონი. ეს პირდაპირ ესე თქვა ხო მამუკა მდინარაძემ ამ კანონთან მიმართებით ხო რომელიც პრაქტიკულად ასეთ რამეს აკანონებს რომ ვალის არ გადახდის შემთხვევაში პირი პრაქტიკულად აღმოჩნდება საზოგადოებიდან გაძევებული, ხო? ვერავინ ვერ დაეხმარება, მოუწევს ძალიან მცირე, ესე ვთქვათ, რაღაც
თანხაზე არსებობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ესე ვთქვა, განადგურებენ თავიდან ბოლომდე, ვერც ქვეყანას ვერ დატოვებს და აქ ალბათ ყველაზე ყურაცაღები ჩვენი მოსახლეობისთვის უნდა იყოს ის, რომ გადაწყვეტებიან მის არ ვიცი, შეიძლება გარენათესავსაც გადაწყვეტენ, შეიძლება მეზობელსაც გადაწყვეტენ, არ ვიცი, ხა ხვალე რაც მოეპრიანებთ, ხა ჩვენ ხო აქ ნორმალურ წყობაზე არ გვაქვს ჩვენ ახლა სახელმწიფოზე ხო არ საუბრობთ, აქ არის რაღაცა კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს სახელმწიფო არის მათი, რა კანონსაც უნდა მიიღებენ. აქ ამაზე არის საუბარი. ეს არის სრული განუკითხაობა, მე არ ვიცი, ესეთი კანონი ალბათ ნამდვილად არც რუსეთში არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ესეთი დრაკონული კანონი ალბათ იქაც არ იქნება. ახლა შეიძლება არაპირდაპირ ვიღაცას იქ მოთხოვენ, მაგრამ ესე კანონში ჩაწერო, რომ ოჯახის წევრებს მოთხოვენ, ნუ ეს არის სრული წარმოუდგენელი რამე ხა. აქამდე ბიზნესს ჰქონდა ის არგუმენტი, რომ აი კანონები, რომლებიც ძირითადად მიიღება, რასაც ევროკავშირი რეპრესიულ კანონებს უწოდებს, ის ძირითადად არის მიმართული სამოქალაქო სექტორის ვთქვათ, მედიისკენ, ნაკლებად ბიზნესისკენ. მაგრამ აი ამ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, რა იცვლება და გაქვთ თუ არა თქვენ იმის მოლოდინი, რომ კანონმდებლობაც შეიძლება დამძიმდეს საბოლოო ჯამში ქვეყანაში ბიზნესის. ეხლა ამ სიტუაციაში უკვე კანონმდებლობას დაამძიმებენ, არ დაამძიმებენ, აქ უკვე აზრი აღარ აქვს. ანუ აქ ჩვენ გვაქვს სრულიად, ვთქვათ, არ ვიცი ხა, სრულიად არაორდინალურ ალბათ აზრი სიტუაციაში არა რა დავით არა ელენე არა მოვიდივართ სწორად არც რა მნიშვნელობა აქვს ანუ რა საზღვარგარეთ გატანა ვერც რა საზღვარგარეთ რო გაიტანო და დავა მოიგო რა აქ ვინმე აღასრულებს ანუ წარმოუდგენელია ხა ჩვენ ეს აბსურდის თეატრი ამიტომ აქ ნებისმიერი კანონი რაც არ უნდა იქნეს მიღებული თუ რა იარსებებს ანუ აქ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ ამაზე არის საუბარი ამიტომ ხა როდესაც ჩვენ გაქვს სრულ-მოწმეებზე საუბარი და სრულ-მოწმეებს აქამდე თუ სახეზე მაინც ხედავდა დღეს ამას ვერ დავინახავთ ხა ძალიან მარტივი არის რომ აქიდან შეიძლება გავიდე მე და რაღაცა წავიდე დაგასმინო ის რომ ვერც გაიგებ მე ვიყავი და საერთოდ რატო დაგასმინე რა მოხდა ამ ოთახში ვერც დაამტკიცო იტყვიან რომ კი ამ ოთახში რაღაცა მოხდა ბნელ ოთახში კატამ გაირბინა რა ანუ აქ აზრი არა აქვს უკვე იცით იმდენად რაღაცა სიღრმისეულად არიან შესული ნამდვილად აბსურდის თეატრში და უკვე უსკულის პირასგან რომ აქ ეს კანონები 10 იქნება მიღებული 100 იქნება თუ რა იქნება ხა ბიზნესი ხო ადამიანია კაცო ხა ბიზნეს მოდი ხა ნუ ვიტყვით ცალკე რომ რაღაც არის ბიზნესშიც ხო ადამიანები მართავენ რომლებიც ხორციელად გძნობენ ამ ყველაფერს კაცო მეცაც ვიტყვი რომ აქ მარტო ბიზნესზე არა თუნდაც იგივე არ ვიცი ქართული ოცნების პირობებში ვინც არიან სახელმწიფო მოხელეები, ნუ განსაკუთრებით არ მაქვს რანგით კაი მაღალზე ვთქვათ 1000 ადამიანზე შეიძლება ხვევით ვინც არიან მათთვის ხო ძალიან მტკივნეულია მათთვის ხო განგაში სიგნალია დღეს რაც ხდება რომ ნებისმიერ შეიძლება ამის გამო პასუხი მოთხოვონ ახლა როგორ ფიქრობთ იქ მოსამართლეები რომლებიც ზიან და უბრალოდ უკანონობას აკანონებენ და რომლებიც ამდენ გამწარებულ ადამიანს ხედავენ ამდენ გამწარებულ დედას ხედავენ ამდენ გამწარებულ პატიმარს ხედავენ რომლებსაც შობლები გარეთ ნერვიულობისგან უკვდებათ ხა ისინი ვერაც ვიცნობიერებენ გონიათ არის უბრალოდ ისინი არიან უკვე რაღაც აფექტურ შოკურ მდგომარეობაში და მათ ალბათ სხვა გამოსავალიც არა აქვს და საბოლოო ჯამში რასთან მივდივართ ხო რომ ანუ ყველაფერი აქ არის რაღაც ფაქტებზე დამყარებული ყველაფერი ისე მიყვავართ იმასთან რაღაცა იქ ვიღაცას რაღაცა კორუფციაზე ხელი წაუწდა ყველას რაღაცა თავის კომპრომატები უდევთ მართლ გუნდში და დაშინებული ყავთ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას აღებინებენ იგივე ფინანსური კეთილდღეობის გამო ერთის მხრივ და მეორე დაშინებით ასე რომ აქ ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვისაუბროთ რომ ამ კანონს დაამძიმებენ იმ კანონს მიიღებენ აწი რას მიიღებენ ანუ ყოველდღე ანუ ამაზე ყურადღების გამახვილებაც ვფიქრობ არღირს როგორც არაერთი ვთქვათ იგივე პოლიტპატიმრის ოჯახის წევრთან როდესაც ქონია საუბარი რომ აქ 1 წელს მიუჯიან თუ 10 თუ 20 წელს მიუჯიან რა თქმა უნდა ხა ეს რეჟიმი ამ ქვეყანაში თუ არ დასრულდა რა თქმა უნდა აზრი არა აქვს მაგრამ ამ ფონზეც აი მაგალითად კონკრეტული кейსი რომ ავიღოთ თქვათ გიორგი რამიშვილის кейსი ანუ პირველი რეაქცია რაც იყო უმრავლესობისგან საზოგადოების იყო რომ როგორ დაემართა ეს გიორგი რამიშვილს ანუ რეაქცია მაინც ეს არის ნუ ცალსახად ახლა ეს რეაქცია იქნებოდა იმიტომ რომ
ანალოგიური შემთხვევა მე არც მსმენია ალბათ, რომ რაღაც არ გვსვენენ, თუმცა ხო, წარმოუდგენელი ხა მე გამიჭირდება უკვე კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ ბატონი გიორგი გამოვიდა და მანვე დაადასტურა, რომ კი რაღაცა მოხდა შეცდომა, რასაც თქვა, ესე ხმამაღლა თქვა, რომ ინანიებს და ძალიან ცუდია, რომ ესეთი რამ შემთხვევა, ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით მე სიღრმისეულად წასვლა გამიჭირდება, მაგრამ სანამ მეორე დღეს მისი გირაოთი განთავისუფლება არ მოხდა და სანამ თვითონ არ დაადასტურა ის ფაქტი, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც განსხვავებული აზრი იყო და დღესაც ალბათ მე ვიტყოდი რომ 90%-ისთვის დაუჯერებელი არის რომ რაღაცა ბატონმა გიორგიმ ესეთი შეცდომა დაუშვა, ადამიანი რომელიც მე ვიტყოდი რომ ალბათ არის ძალხელზე ჩამოსათვლილ წარმატებულ ბიზნესმენებს შორის ნამდვილად და ქვეყნის ბიუჯეტში თუ ვინმე დოვლაც ქნის, ალბათ ერთ-ერთი ლიდერი არის და მათ შორის ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს გააცნო საქართველოს, იმიტომ რომ ესეთ მსოფლიო ბრენდები შემოიყვანა და არ დაგვაუწყდეს, რომ დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი სწორედ მას ყავდა ჩამოყვანილი საქართველოში. ასე რომ, ის რაც ხდება იგივე, არ ვიცი, დიჟვაძესთან დაკავშირებით, იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, როგორც არაერთ იგივე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ხო, არ ვიცი, გიორგი ახობაძე, ნიკა კაცი არის, რომ ადამიანებს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება პირდაპირ მნიშვნელობით ჩაუდეს ხა განსაკუთრებით, არ ვიცი, ხა ნიკა კაციას მე ვიცნობ და წარმოუდგენელი უბრალოდ რაღაც ნარკოტიკული საშუალება, რომლებსაც კოლოსალური თანხა ჭირდებოდა ქონდა ადამიანს, რომელსაც რაღაცა მიმდინარე ყოფითი რაღაც მატერიალური პრობლემები ქონდა, ასე რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და მესმის ახლა დღეს თუ ბიზნესი ჩუმად არის და შეხვედრიდან გამოდიან და რაღაცას ხმამაღლა არ საუბრობენ, არ მინდა რომ ვიღაცას ეგონოს რომ ეს რაღაცა ბიზნესი ესე ფიქრობს და დაშინებულია, ზოგადად ეს ტერმინიც არ მომწონს, რომ აი რაღაცა ბიზნესი დაშინებულია, ბიზნესი დაატერორეს, არ არის ეს სწორი, არ არის ეს კარგი ნამდვილად, იმიტომ რომ ბიზნესი ისე ვის ადამიანები ქმნიან და საკმაოდ ისეთი ვაჟკაცი ადამიანები ქმნიან და რა თქმა უნდა ცალსახად სწორად აზროვნებენ და რომ არა მათი სწორი ხედვები წლების განმავლობაში, ვისაც ბოლო 10 წლეულებია ბიზნესი აქვს შექმნილი, მათ შორის იგივე გიორგი რამიშვილი ავიღო და არაერთი ბიზნესმენი ნამდვილად აქამდე ვერ მოიტანდნენ. ასე რომ გულის წყრომა ხანდახან ძალიან ხმამაღალია ხოლმე პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ბიზნესი ყოველთვის არის იქ, სადაც სახელმწიფოს სჭირდება. მე მაქვს რეალურად იმ ბიზნესმენებზე საუბარი, ვისაც რეალურად აქვს ბიზნესი შექმნილი და ვთქვათ, არა, რაღაცა შეძდილი სახელმწიფო კორუფციაში, ან იგივე ბოლო პერიოდში ძალიან ისეთი გავრცელებული იყო კოლ-ცენტრები და ვინც ვთქვათ, იგივე easy money იშოვა, რომელიც უბრალოდ ვერ მიხვდნენ და პირველი აღებული ფულით წავიდნენ და რაღაცა არ ვიცი, ზოგმა რა მანქანა იყიდა, ზოგმა რაღაც Lamborghini ჩამოიყვანა, ზოგმა Ferrari ჩამოიყვანა, ვინც ვისაც ალბათ მხოლოდ ფილმებში ყავდათ ეს ავტომობილები ნანახი და ალბათ ხო, როდესაც ჩვენ ქვეყანაში დონორებზე საუბარი და გვეხმარებოდა ევროკავშირი და ამერიკა, მათთვისაც გასაკვირი იქნებოდა ბოლო პერიოდში თქვათ ისეთი მანქანები დადიოდნენ ჩვენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ალბათ საკმაოდ სერიოზულ პრობლემების წინაშე იდგნენ და არც ბიზნესი ჰქონდა და არც არაფერი. ხო, ესეც რა თქმა უნდა გამოძიების ნაწილი იქნება და ერთ-ერთი გამოწვევა იქნება შემდეგი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის საერთაშორისო დანაშაული და ეს იქნება ძალიან დიდი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება ძალიან რთული ჩამოსარეცხი, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის თანამოქალაქეებს ფული მოუპარეთ. და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი იმის, რომ არის ეკონომიკური ზრდა. სამწუხაროდ, ამის დამსახურება და არა ვთქვათ, ინვესტიციების ზოგადად როგორც ნორმალური ქვეყნები ვითარდებიან. ხო, ამერიკის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკელი ინვესტორები თავს იკავებენ საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობების დაჭერისგან. ამ ტიპის ტენდენციების გაღრმავებას ელოდებით? ცალსახად, იმიტომ დავიწყეთ ზუსტად ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ერთ-ერთ სხვილ ინვესტორს, ვერც ევროპიდან, ვერც ამერიკიდან ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ ბოლო ალბათ განსაკუთრებით 3 წლის განმავლობაში აქტიურად მიდის რაღაც
ევროპული ანტიამერიკული კამპანია ჯერ თქვა დავიწყეთ იმით რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა, არ გვინდა ევროპა, იმიტომ რომ იქ რაღაცა გეი პროპაგანდა, არ გვინდა ამერიკა, ანუ ეს ხო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აბსურდული იყო და მათ შორის მინდა ჩვენ მაყურებლებს შევახსენო რომ პირველი რაც ქართულ ოცნებას ბანერზე ქონდა რომ ღირსებით ევროპისკენ და ფაქტია პირველი რაც არჩევნების დაწერის შემდეგ მე არ ვიტყოდი გამარჯვების შემდეგ გააკეთა ქართულმა ოცნებამ გამოვიდა და თქვა რომ წვეთს 2028 წლამდე მოლაპარაკებას ევროკავშირთან. ნუ აი ხა ეს კიდე ერთხელ მოწმობს თუ რამდენად დიდყუილში ყავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რამდენად ანტი-ევროპულ მიმართულებას ეწევა დღევანდელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ეს ხაზი მინდა რომ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ აი რა ვითარება არის მართლაც, როცა ვთქვათ ერთის მხრივ გვესმის რომ ირაკლი კობახიძე ამბობს რომ მზად ვართ სტრატეგიული თანამშრომლობა განვაახლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შემდგომ ელჩი გამოდის და სრულიად არადიპლომატიური ენით გვეუბნება რომ ისეთი მუქარისშემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული წერილი გამოგზავნეს პრეზიდენტ ტრამპისთვის ის არასაჯარო წერილიო რომ პასუხის გასაცემად დრო დაგვჭირდა რომ საერთოდ რაიმე პასუხი მოგვეფიქრებინა ამ წერილისთვის ვის აბნევს ეს გზავნილები ეს გზავნილები ალბათ უფრო დამაბნეველი არის იმ ადამიანებისთვის ვისაც განათლება არ აქვს და სხვათა შორის ბოლო პერიოდში მე რასაც უყურებ ქართული ოცნება განსაკუთრებით ეწევა პროპაგანდას რომ თქვა განათლება ბოლომდე ჩვენ ქვეყანაში მოისპოს თქვა იგივე ბოლო კანონის მიხედვით ერთ-ერთი არც რაღაც მიიღეს რომ თურმე საერთაშორისო ექსპერტი ან კოუჩი რო ჩამოიყვანო ტრეინინგი ჩაატაროს ნებართვა უნდა აიყვანო შესაბამისად ეს იმას ნიშნავს რომ ნებართვას ცალს ახად ეხლა არც ერთ არ ვიცი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ასოციაცია იქნება ფედერაცია იქნება არ მიცემენ იმიტომ რომ თქვა ორიენტირი არ უნდა იყოს ადამიანების განათლებაზე, იმიტომ რომ გაუნათლებელი ადამიანი გაცილებით უფრო მარტივი სამართავია, აგრეთვე მარტივი სამართავი არის ადამიანი, რომელიც კორუფციაში ყავს ჩაფლული და სწორედ თქვათ მათი მიმართულება და მიზანი ეს არის რაღაცა თავგზა აუბნიონ, რომ ჩვენ ვართ, აი, ნახეთ, ჩვენ ხო დამოუკიდებლად ვართ, არც ამერიკა გვეხმარება, ხა არც ევროპა გვეხმარება, არავინ არ გვეხმარება, ჩვენ თვითონ გაგვაქვს ჩვენი თავი და არავის არ მივცევთ ჩვენ თითი დაგვიქნიონ, იმიტომ რომ იმაზე უარესის გაკეთება უნდა ჩვენთვის, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. ევროკავშირი დღეს არის კეთილდღეობა. ევროკავშირს ბოლო 30 წლის განმავლობაში ინვესტიციების ჩადების გარდა და განსაკუთრებით ინვესტიციების, რომელიც ცნობიერებას აამაღლებდა თუ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, არაფერი არ გაუკეთებთ. რატო დადიან იგივე ქართული ოცნების დადიოდნენ დღეს ალბათ უკვე პრობლემა აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ამერიკაში და თავს იწონებდნენ და ვოიაჟებს აწყობდნენ და დაბადების დღეებს იხდიდნენ თუ სხვადასხვა არაერთ სურათს ნახავთ რომ დადებული აქვს და მათ შორის არ დავივიწყოთ ახლა ამაღლა მინდა ვთქვა რომ იგივე მოულოდნა ესე იგი ისე ელოდებოდნენ ერთი სული ჰქონდათ როდის დაიწყებდა ტრამპის ადმინისტრაცია ვთქვა იანვრის ბოლოს რომ აქ თითქოს ყველაფერი შეიცვლებოდა რა შეიცვალა ნახეთ პირდაპირ ვთქვათ ხილება ქართული ოცნების და მათი ხელმძღვანელების ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან თუ რამდენად რთულ ვითარებაში ვარ და იმასაც უყურებთ რომ იგივე ბაიდენის ადმინისტრაცია როგორც კი გადაბარდა ტრამპის ადმინისტრაციას ჩვეულებრივად გაგრძელდა სანქციები და აქ არაფერი საკეთილდღეო ნამდვილად არ ხდება და ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები საქართველოში კიდევ უფრო კაცრები არიან დღეს და ნუ ფიქრობ რომ იგივე სანქციები, რასაც ჩვენ გაერთიანებული სამეფოდან ველოდებით ბრიტანეთის, იქნება ძალიან მტკივნეული და ძალიან რაღაცა ისეთი ცვლილებები შეიტანეს, ხა დეტალებისგან თავს შევიკავებთ, ბიზნესმენებმა რაღაც დაიწყეს, ან ესეთი ქონებების გაცვისება, გაყიდვა თითქოს ხვებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ ისევ მოიაზრებიან, მაგრამ არავის არ ეგონოს, რომ ნუ ალბათ აქაც რაღაც გარკვეული სპეცსამსახურები მუშაობენ და გვაკვირდებიან აქ არავინ ისე ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანას არავინ არ დატოვებს ნამდვილად, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად ნამდვილად სტრატეგიულ ადგილას ვართ და
არ არსებობს რომ საქართველოს დღეს მიატოვონ. მით უმეტეს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მინდა რომ ხაზი გაუსვა, რაც სომხეთში ხდება, რაც აზერბაიჯანში ხდება, რაც მოლდოვაში ხდება, ეს პირდაპირ განგაშის სიგნალი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის, რომ აქ ის რუსიფიკაცია, რაც ალბათ მათ ძალიან უნდათ, ნამდვილად არ მოხდება. არავინ არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გავარდეთ და ჩვენ რაღაცა რუსებს დავეტაკოთ. არა, რაზე ლაპარაკი. ნამდვილად ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ კარგი მეზობლური ურთიერთობა ყველასთან კარგია, მაგრამ როდესაც შენ საზღვარს წევენ ყოველდღიურად და იტაცებენ შენი ქვეყნის მოსახლეობას და რამდენი ადამიანი მოგვიკლეს ბოლო, არ ვიცი, 10-12 წლის განმავლობაში, კი ვხედავთ, ეს არის აბსურდული. და ამ დროს ახლა როდესაც მიდის საუბარი, რომ თურმე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, არ ვიცი, მილიონი კილომეტრი, არ ვიცი, ახლა რაღაცა არ ვიცი, რა ციფრებზე საუბრობენ. დაგვაკარგინა და როდესაც რამოდენიმე თვის წინ საუბრობდნენ, რომ ერთი გოჯამიცა არ დაგვიკარგავს და ეს თურმე 5 წელი ისე გავიდა, რომ გამოეპარათ და ეხლა გაახსენდათ. არ ვიცი, ხა აქ ისევ მივდივართ განათლებასთან და აუცილებლად ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული კომისია რო არის შექმნილი და მამუკა ხაზარაძეს იბარებენ, არ ვიცი, ნიკამელიას იბარებენ, სურაგირჩი ჯაფარიძე საერთოდ 2013 წლამდე არსად არც ერთ პოლიტიკურ ფლანგზე არ მოიაზრებოდა, არ იყვარს ნიკამელია, ორივე ჩაერთენ, თქვათ, იგივე აქტიურ პოლიტიკაში 2013 წლის შემდეგ და ეს ადამიანები გამოიყვანეს დამნაშავეებად, იგივე არ ვიცი, გახარიას მიადგენე კიდე, არ ვიცი, ალბათ შიდა დინებაა და რეალურად მართლა რაც გამოსაძიებელი იყო, ალბათ რაც უნდა გამოეძიებინათ 2013 წელს, მაქსიმუმ 14 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, გაახსენდათ 2025-ში, ეს არ ბადებს კითხვის ნიშანს იმ ხალხში, რომ და ის გვარები რეალურად ვითიც манипуლირებდნენ მაშინ, როცა 2012 წელი მოხდა, ხა ნამდვილად არ მინდა რომ მათი გვარები დავასახელო იქ, რომ თურმე სისხლს სვავდნენ ადამიანები 2012 წლამდე, რომ საერთოდ ნახსენებიც არ ყავთ და საერთოდ მოაზრებულიც არ ყავთ, რომ ამ კომისიაზე დაიბარონ სიმბოლურად მაინც. რამ შეიძლება მოიტანოს ამ სიტუაციაში გარდატეხა იმ ფონზე, რაც თქვათ აი ამ ახალმა კვლევამაც აჩვენა, ხო, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლის თითქმის ნახევარსჯერა, რომ Deep State და გლობალური ომის პარტია მართლა არსებობს და რომ არ შეერა, რომ ქვეყანამ შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია და ევროპის სხვა სიკეთეები დაკარგოს და ეს გამოწვეული იქნება სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. ცალსახა არის, რომ შვიდობიანი გზით თუ არ მოხდა ეს ცვლილება, ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უკან დახევს და აქ ალბათ შეუქცევადი პროცესები დაიწყება სამწუხაროდ, რომლის გამოსწორებასაც მე არ ვიცი უკვე რა დაჭირდება და რა უშველის, ამიტომ ვისურვებდი, რომ ეყოს კეთილგონიერება ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ მათთვისვე ძალიან ცუდი იქნება აქ თუ რაღაცა უბედურება დატრიალდა, ამიტომ ნამდვილად არ ვისურვებ. რაც შეეხება, ახლა მოდი მათემატიკურად რომ გავყვეთ, რომ აი თქვენ რაც მითხარით, რომ ქართული ოცნების დამორჩება ნახევარსჯერ. ქართული ოცნების დამორჩება ნებისმიერი კვლევის მიხედვით, თქვათ, იგივე 35%-ს არ ცდება, ხო? 35%-ის ნახევარს თუ ჯერავ, თქვათ, ეს არ ვიცი, ახლა ეს საგანგაშო ციფრიც არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბოლო კვლევის მიხედვით, გაზრდილია 85% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ევროპასთან ინტეგრირება და ევროკავშირის წევრობა. ქართული ოცნების დარწმუნებული ვარ, მომხრეების, რა ვიცი, უმრავლესობას ყველას ალბათ, მათ შორის აი ძალიან ღრმა კოცებსაც არ უნდათ რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა რა ჩვენი პარტნიორები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ, მათ შორის გეტყვით კიდევაც, რომ თქვათ, არა ერთ შეხვედრაზე, სადაც ყოფილან ჩვენი პოლიტიკური პარტიის და კოალიციების წარმომადგენლები, სადაც გაუჟღერებიათ, ყოველთვის ჩვენი მხრიდან ყოფილა ნეგატივი ამასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაისაჯონ უბრალო მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის და არ უნდა მოხდეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, არ უნდა მოხდეს აგრეთვე შეჩერება free trade agreement-ის, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის წარმოებლებისთვის, ვინც ევროპულ ბაზარზე არიან განსაკუთრებით გასული და ვთქვათ, იგივე ევროპული პროდუქციისთვის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შემოდის და არ იბეგრება. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქამდე უბრალოდ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ მივა, რომ ეს მოხდეს და იმ საარჩევნო ადმინისტრაციით დღეს რაც არის, ზოგადად საუბარი იმაზე
რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩევნებს აზრი აქვს, ну, მაშინ ესე იგი ჩვენ ვინც 2024 წელს თქვით რომ არჩევნები გაყალბდა, ვიძახით რომ შევმცდარ ვართ და არასწორი გადაწყვეტილება მიგვიღია რომ არ შევედით საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ამიტომ ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში ჩართვა იმ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინც ეს ბარიერი გადალახეს და ვინც ვერ გადალახა და აღიარა რომ ეს არჩევნები იყო მოპარული და მიტაცებული, არის დანაშაული, მე ესე ვიტყოდი, ანუ ისევ ქართულ ოცნებასთან რაღაც თამაში და გარიგებაში შესვლა. ყველაზე უმადური საქმე უნდა გთხოვოთ ახლა ერთგვარი პროგნოზი. აი რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს ეკონომიკურმა რიცხვებმა აი ამ სტრესს, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ მთელი აი ამ ინტერვიუს განმავლობაში. იცი რა, რომ არ მოგატყუოთ, მე მოლოდინები ვთქვათ იგივე არჩევნების შემდეგ ნოემბერ-დეკემბერში გაცილებით უფრო ცუდი პროგნოზი მქონდა, უკვე რომ გაზაფხულზე საკმაოდ სავალალო ვითარებას მივიღებდით, იგივე თუნდაც უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საბედნიეროდ არ მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ძალსახად ძალიან კარგი არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ ხა ეკონომიკის ჩამოქცევა ზოგადად ძალიან რთულ ვითარებას ჩააგდებდა ქვეყანას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თავის ჯიბეზე ვერ გრძნობს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს და პოლიტიკური კრიზისი ვიტყვი, რაც უფრო მეტად გაღრმავდება და რაც უფრო მეტად ჩიხში შევა და ჩვენი ქვეყანა თუ დარჩა ერთპარტიული მმართველობის ქვეშ და თუ ჩვენმა პარტნიორებმა უბრალოდ ჩვენზე უარი განაცხადეს, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი პროგნოზები მაქვს ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ახსნაც კი გამეჭირდება, იმიტომ რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც საკან რა ვიცი, ნავთობი ან სხვადასხვა ენერგომატარებლები, რისი გაყიდვა შეგვიძლია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ანუ ჩამორჩენა გვაქვს და კლება გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში და იმპორტი არის გაზრდილი, ანუ ჩვენ არაფერს აბსოლუტურად ისეც არ ვაწარმოებთ, რაც ექსპორტი შეიძლება გავიტანოთ, თავიდან ბოლომდე ვართ დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე. ну არ ვიცი ხა თუ კოლცენტრებზე ვართ დღეს დამოკიდებული კიდე და სანამდე იქნება ვერ გეტყვით აღმოსავლეთიდან მათ შორის აღმოსავლეთიდან რაც თქვენ ახსენეთ ნახეთ რომ რაღაც გარკვეულ მემორანდუმს ჰქონდა ადგილი რამოდენიმე თვის წინ გაფორმდა, მაგრამ რაღაც კრედიტი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა და რაღაც არც კონკრეტული რაღაც პროექტი არ არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება და მემორანდუმი ძალიან კარგად ესმის ჩვენ მაყურებელს, რას ნიშნავს, რომ ეს არანაირი ვალდებულება არ არის. აუცილებლად მოდი ოდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იგივე თქვათ რუსეთთან დაახლოებაზე, ხო ცალსახადთან, ზოგადად რაც ხდება, აქ რუს ინვესტორსაც ვერ ნახავთ. რუსებიც კი არდებენ, ანუ იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ფონია ჩვენ ქვეყანაში, რომ აქ რუსული ინვესტიციაც კი არიდება, არათუ თქვათ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან და არავის არ დაავიწყდეს ხმელოთ ვიღაცებს, როგორნიათ რომ არაბეთში კარგია და იქ რაღაცეები კიდევ ხომ ამ სიტყვას გაправებული აქვთ. საკმაოდ ახლო სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების და ფაქტი არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს დღეს და რა თქმა უნდა ეს ვითარება თუ რაღაც ჩვენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კეთილდღეობისკენ არ შეიცვალა, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება და ეს დამძიმება მხოლოდ და მხოლოდ კრახამდე არ აქვს მხოლოდ დღევანდელ მართლ პარტიას მიიყვანს ქართულ ოცნებას, არამედ მთელ ქვეყანას ჩაითრევენ და მე ჩემ ქვეყანას უბრალოდ სადღეგრძელოსავით არ მინდა გამომივიდეს, უსურვებდი რომ ეს არ მომხდარიყოს და მაინც ინტერვიუს ბოლოს განმეორდები, რომ სასამართლო სისტემა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და მან თუ ცვლილება არანაირი არ მოხდა, აქ რაღაცა ბიზნესის განვითარებაზე ზედმეტი იქნება საუბარი და თქვენი მაყურებლისთვის მიმინდია, როდესაც ბიზნეს თავისუფლებაზე არის საუბარი, რომ ბიზნეს პრობლემა არ აქვს, რიგი ბიზნესმენები რო დადიან 2 მანქანა დაცვით და 10 კაცი დაყვება, ეს ბიზნეს თავისუფლებას არ ნიშნავს, მით უმეტეს, როდესაც მიდიან კობახიძესთან შეხვედრაზე და იქაც კი დაცვა მიყვებათ და თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ უკანა შესასვლელიდან მოუწიათ რიგ ბიზნეს წარმომადგენლებს შესვლა და გამოსვლაც, რომ დამალულიყვნენ მედია საშუალებები. ალბათ ისეთი ბიზნეს გარემოც ვისურვოთ საქართველოში, როცა ბიზნეს საერთოდ არ ჭირდება უმაღლეს მაღალჩინოსნებთან შეხვედრა, ისე აგვარებს საკუთარ პრობლემებს. როგორიც აგერ
მე და ბატონმა გიორგი ისაკაძემ სულ რაღაც ერთი თვის წინ ნახეთ შვედეთში და გაოცებული ვიყავი პირდაპირ გეტყვით შეხვედრით ანტიკორუფციულ ინსტიტუტთან, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბიზნესი აფინანსებს და რომელიც არის ბიზნესის მხარდასაჭერად როგორ განავითაროს და როგორ აღმოფხვრას ბიზნესში შიგნით პრობლემები და იქ საერთოდ არ არის პოლიტიზირებაზე საუბარი, რომ ანტიკორუფციული სამსახური დაძდევდეს პოლიტიკოსებს და უბრალოდ ქვეყნის რაღაც არ ვიცი მოსახლეობას და ატერორებდეს და ასე შემდეგ. იქ უბრალოდ ამის ახსნაც კი შემრცხვა და მომერი და როდესაც რაღაცა კითხვები დავსვით იმდენად ორიენტირებულები არიან, რაღაც ვორქშოპებს ატარებენ ბიზნესისთვის და ბიზნესი უხდის მათ რაღაცა ყოველთვიურად თანხას რომ განვითარდეს ანტიკორუფციული ინსტიტუტი, რომ რაღაცა დაცული იყოს თვითონ ბიზნესი და აქ არ ვიცი, მე ამას ნამდვილად ვისურვებდი ჩვენ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, ამას მე ზუსტად ამ მიმართულებით დავიწყებ განსაკუთრებით მუშაობას მას მერე რაც ჩვენ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ვითარება იქნება.